როგორც ჩაიარა დღევანდელმა დღემ, მათ შორის უნდა აღვნიშნოთ, რომ მსვლელობა მთელი დღის განმავლობაში, მსვლელობები უფრო სწორედ როგორც იყო კიდეც დაგეგმილი ქალაქის ცენტრის სხვადასხვა წერტილიდან, ასე ვთქვათ, მოემართებოდა ევროპის მოედნისკენ, მართლა ძალიან სიმბოლური, მე ვიტყოდი საკრალური ადგილია, ეს ადგილი, ეს ტერიტორია, მართლა საკრალური მნიშვნელობის არის ვახტანგ გორგასლის ძეგლი, ჩვენი უძველესი ტაძარი, რომელიც აქ დგას და თავს დაჰყურებს სივრცეს ველს იმ ადგილს, სადაც უამრავი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მომხდარა, სადაც მათ შორის ქართველ ერს, ქართველ ხალხს თავისი გმირობის და თავგანწირვის არაერთი მაგალითი უჩვენებია და აქ შეკრებილი საზოგადოების მიერ გამოგზავნილ ენერგიას, შეერთებულ ენერგეტიკას, რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გიორგი უკვე კავშირზეა და მოდით მას შევეკითხოთ ამ შემთხვევაში, რას გრძნობდა დღეს აი ამ დიდ, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში სიტყვა მასა არ შეიძლება გვიხმაროთ, რამდენადაც აქ შეკრებილი ადამიანისთვის, ყველა მათგანისთვის ეს პირველ რიგში ინდივიდუალური ბრძოლის ნაწილი არის და რა თქმა უნდა ჩვენი საერთო ეროვნული ბრძოლის ნაწილია. გიორგი, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ, რა გზავნილია ეს საქართველოსთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის? გიორგი, მოგესალმები თქვენს მაყურებელს. ცოტა გაორებული ვარ, არის ემოციების სიმრავლეც და არის ძალიან მყარი რაციონალიზმი, ძალიან მყარი, ასე ვთქვათ, ნება და ხედვა იმისა, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახი. ბოლო პერიოდში ამ აქციებში ყოველთვის არსებობს სიმბოლიზმი და ევროპის მოედანზე, ევროპის დღესთან დაკავშირებული აქციები ყოველთვის სიმბოლურია. თქვენ აღნიშნეთ და მეც არაერთ გზის მithქვავს, ეს ისტორიული ნაწილი, ეს უბანი, ეს ხიდი, თუმცა აქ ადრე სხვა ხიდები იყო და ეს კანიონში განლაგებული საოცარი ქალაქი, რომელიც ისტორიულად ბევრ რამეს ხედავდა, ბევრ რამეს ხარშავდა და საბოლოოდ აყალიბებდა იმ ტურბულენციის საფუძველზე ესეთ უნიკალურ ქვეყანას. სწორედ აი ამ წესების, ამ რაციონალური საჭიროების, ხო, რამდენიმე ათეული წლის წინ რაზეც დაეფუძა თუნდაც ეს ევროპა, ეს არის ურთიერთსაჭიროება з днём Европы. და მოდის ვიხდი, ამას ვერ გავატარებდი. და ეს ყველაფერი დღეს მარშის მსვლელობის დროს, სადაც სხვადასხვა თემის, სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა მხრიდან წამოსული გულანთებული ადამიანების მეშვეობით შედგა და თავი მოიყარა ევროპის მოედანზე. ემოციების მიღმა ატარებს ძალიან მნიშვნელოვან, ტექნიკურად მნიშვნელოვან საკითხს და ფუნქციას. ჩვენ ყველა ხვდებით, რომ ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ არ გავიზიარეთ ის მიგნებები, რომელიც დღეს საუკეთესოა ევროპაში და ევროპა ასხივებს ამ მიგნებებს. მარტივად გეტყვით, ქვეყანა არის კონფლიქტი და ერთობლიობა, ხო? წარმოიდგინეთ კონფლიქტი ინდივიდსა და ოჯახს შორის, ოჯახსა და თემს შორის, თემსა და მხარეს შორის, მხარესა და ქვეყანას შორის, ხო? რა გამოვლეს ამ კონფლიქტებს? ეს ადგილიც ხომ ესეთი კონფლიქტური იყო მუდამ. მაგრამ სწორედ ამ კონფლიქტების მინიმუმამდე დაყვანა, სწორედ ამ კონფლიქტების ჰარმონიული გზებით მართვა, სწორედ ამ კონფლიქტებში ყველა ამ სუბიექტის ადამიანიდან დაწყებული და სახელმწიფოთი დამთავრებული მათი ინტერესების სწორი, ოპტიმალური და ყველასთვის მისაღები გზით სიარული, ეს არის ევროპა. ამას სხვა არც ერთი ქვეყანა და არც ერთი გაერთიანება დღეს არ ავითარებს და ჩვენ ყოველთვის ამ ევროპული ოჯახის აღმოსავლური ფორპოსტი ვიყავით, ყოველთვის ქონდა გამოწვევა, რომ ეს სტატუსი დაგვეკარგა და ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში ისტორიულად ბრძოლები, რომ ჩვენ ეს სტატუსი შეგვენარჩუნებინა. ამიტომ დღეს ჰიბრიდული ომის პირობებში ყველა მარში, ყველა აქნეული დროშა, ყველა სლოგანი, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას ხაზს უსვავს, არის ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ამიტომ, როდესაც ლაპარაკობთ და მეკითხებით, გიორგი, რას გზნობდით ამ მარშზე ემოციების გარდა, გზნობდი, რომ მე ვცდილობ შევიტანო წვლილი და დავტოვო ჩემი ქვეყანა სწორედ ამ ევროპული ოჯახის სადარაჯოზე და ვიყოთ სწორედ აი ამ წესებისა და ამ
თანასწორობაზე დაფუძნებული ქვეყნის მმართველობის სადარაჯოზე და ვასხივებდეთ დიახ სწორედ იმ ჩვენი მტრებისთვის და ჩვენი არაკეთილ მოსურნეებისთვის ვასხივებდეთ ამ ძალას და ჩვენ მათ ვაძლევდეთ ენერგიას, რომ ისინიც ასე ცხოვრობდნენ. გიორგი, ბოლო კითხვას დაგისვავ, თქვენ ახლა მათ შორის ისტორიული პარალელებით თუ გამოცდილებით საქართველოს ისტორიისა, ყველას შეახსენეთ თუ რამდენად დიდი გამოცდილება დაგროვდა ეთნიკური, კონფესიური თანაცხოვრების ზუსტად იმ სივრცეში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც სიმბოლურად წარმოადგენს ზოგადად ქართული ტოლერანტობის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ განსაკუთრებულ თავისებურებას, განსაკუთრებით ამ ძალიან რთულ რეგიონში. მაგრამ მეორეს მხრივ, თქვენ თქვით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლას ამ ქართული ეროვნული იდეის განახლებისთვის და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრებისთვის. საწუწუნო ამ მხრივ არაფერი გვაქვს, არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული არ ხდება. პროგრესს ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული განვითარების პროცესში განაპირობებენ აქტიური ადამიანები, განაპირობებენ წარსულის კარგად მცოდნე და მომავლის ხედვის მქონე ადამიანები. ყველა ის ადამიანი განსაკუთრებული პატივისცემის ღირსია, რომელიც დღეს მაგ იდგა, რომელიც აი ამ უზარმაზარ ენულ მოძრაობას გულშემატკივრობს. პირველ რიგში ისინი, რომლებმაც თავიანთი თავისუფლება გაიღეს ამისთვის და ციხეებსა და საპატიმროებში არიან გამომწყდეულები. მაგრამ რას ეტყოდით პირობითად მეორე ნაწილს ქართული საზოგადოებისა, რომელსაც თავს მოახვიეს აზრი იმის თაობაზე, რომ ევროპა ცუდია და სხვა და არ არის ქართული, ან რომელიც დააჯერეს იმაში, რომ რუსეთისგან ჩვენ უბრალოდ თავის დახსნას ვერ შევძლებთ. მეორე მხარეს ძალიან გულწრფელად ვიძახი, ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მეორე მხარე არ არსებობს. შეიძლება არსებობს გარკვეული საბაბები, გარკვეული მიზეზები, გარკვეული გემოვნება, მაგრამ ყველა მიცის, რომ თავისუფლება, განათლება, ჯანმრთელობა, არა მოწამლული წყალი და ჰაერი, საკმარისად სავსე მაცივარი, დასაქმება, თანასწორობა და თავისუფლება სხვისი უფლების არ შელახვა, მეზობლობა, მეგობრობა, ჰარმონია, რომელიც სიტყვა, რომელიც არ მოსწონს, ან ვის შეიძლება არ მოსწონდეს, ეს მხარე არ არსებობს. ლაპარაკი არის სწორედ დაკვირვებაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ, კარგად ავუხსნათ ადამიანებს, რომ ეს რაღაც გაუგებარი ბოდვები, რაღაც გაუგებარ ევროპულ ბიუროკრატიულ მტრობაზე და წარმოუდგენელ რაღაც ვერ ვიტყვი რა არის ეს, სინამდვილეში ყველა ხვდება, რომ ეს არის სიკეთე. და ჩვენ ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვის და ისტორიულად შეგვეძლო ჩვენს იდენტობაზე ძალიან კარგად მოგვერგო, იმიტომ რომ ჩვენი იდენტობა ამ ტიპის მოწყობის ნაწილია. არასდროს არ არიდება სასწორზე. შეუძლებელი არ არსებობს ესეთი სასწორი, სადაც ევროპული ან სხვა ფასეულობები შეიძლება დაიდოს. არ არსებობს საქართველოს ევროპის გარეშე და არ არსებობს ევროპა საქართველოს გარეშე. თუნდაც ის რომ უნდა ვიყოთ უფრო ყურადღებიანები, თუნდაც უფრო რეგიონში ვიყოთ ფრთხილები, თუნდაც ის რომ რეგიონში უნდა ვიყოთ დიპლომატიურები, ესეც ევროპული მიდგომებია და სწორედ ესე ვიქცეოდით ჩვენ და არა ოროსნულად. და ამ ოროსნობას მე პირადად ძალიან ვებრძვი. ეს ოროსნობა არის ჯანდაცვაში, ეს ოროსნობა არის ინფრასტრუქტურაში, ეს ოროსნობა არის გარემოს დაცვაში, ეს ოროსნობა არის განათლებაში. ჩვენ არ შეიძლება აქ დავრჩეთ. მე ის თაობა ვარ, სადაც აკაკუნებდნენ 1 მაისს და გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ უნდა გადაკიდოთ დროშები, საქართველოს საბჭოთა კავშირის დროშები, რომ ჩაივლიდეთ ცეკას მდივანი და ჩვენ უნდა დაენახა, რომ ესე იგი მოსახლეობა ბედნიერი იყო ამ რუკების, რა ქვია, დროშების ფრიალით. ხო ყველა იტყუებოდა, ის ვინც აკაკუნებდა, ის ვინც ყიდებდა, ის ვინც მანქანით დადიოდა, ყველამ ვიცოდით, რომ ეს იყო ტყუილი. აი ამ ტყუილისგან უნდა გავთავისუფლდეთ და მხარეები არ არსებობს. უნდა ვებრძოლოთ ტყუილს და სიბნელეს.